ძვირფასო ტელემაყურებლებო და დამსწრე საზოგადოებაო, აუცილებლად მოიმარაგეთ წყალი უსაფრთხოების მიზნით, რადგან აქ ეხლა ისეთი ბავშვები შემოვლენ, რომლებიც ცეცხლს დაანთებენ. მაშასე მივესალმოთ ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტის მოცეკვავეები ლუკა ხიდაშელი და კირილე ოქროკვერცხიშვილი. მოგძანთ. ოხო, საოცარი ამბავი. გამარჯობათ, პატივცემულებო, მოგესალმებით, გამარჯობათ, დაბრძანდით. რაღაცები მოუტანიათ აქ. მე როგორც ვიცი, თქვენ უბრალოდ მოცეკვავეები კი არა, გინესის რეკორდსმენებიც ხართ. დიახ. მაჩვენეთ რა აწერია, მან რაში გახდით თქვენ რაღაცა ჩემპიონები და რა არის ესა? სერტიფიკატი ნამდვილია. აჰა, აი ფოცხიშვილი National Ballet მეტეხი, კი ბატონო. აი, ესეთი ამ რაში მიიღეთ ესა? ეს მედალიც მაგის ამათია, ხო? კი ბატონო, რა მოხდა? ჩვენ ტრიალდაცემა, ეგრეთ წოდებულ ტრიუკი გავაკეთეთ. სამა ბავშვმა ერთდროულად. სინქრონულად ტრიალებდით სამნი, ხო? 30 წამში გავაკეთეთ, 22-იც ტრიალდაცემა. მოიცა. როგორ გააკეთეთო, მითხარი, ნელ-ნელა რო კარგად დავაფიქსირო, ანუ სამმა ბავშვმა სინქრონში რამდენ ხანში რამდენი რა გააკეთეთ? 30 წამში გავაკეთეთ, 22 წამი. 30 წამში გააკეთეთ 22 წალი ტრიალი? ეხლა აი ამას ტაში უნდა კი არა, აქ უნდა მხუხარე აპლოდისმენტები. და გადაირევოდნენ დარწმუნებული. როგორ მოხდა ეს ამბავი და როგორ აღმოგაჩენეს ამას, რა თქმა უნდა, თქვენს ხელმძღვანელს ბატონ დავით ფოცხიშვილს დავეკითხები. მოგესალმებით ბატონ დავით. მოგესალმებით, მოგესალმებით. აბა გითხარით ერთი, რა მოხდა? როგორ გაიგეს ეს? როგორც პროდიუსერმა მითხრა, დიდი ხანი ეძებდნენ ქართული ცეკვის ანსამბლს, სადაც აი ესეთი ეგრეთ წოდებული ჭყალებში ტრიუკები, სადაც კეთდება რა და აკვირდებოდნენ და დაგვიკავშირდნენ. აი მაგალითად თუ აი სოლო მუხლებზე დაცემა რო არის, აი ორი ბრუნი და მუხლებზე დაცემა, აი თუ გააკეთებენო ბავშვებიო 3 ერთადო 30 წამშიო სინქრონშიო რა. თავიდან დავიწყეთ ამაზე მუშაობა და აი ბიჭებმა ისე შემომხედეს რომ რაღაცა 10-ზე მეც ვერ ვაკეთებდით. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ რა, ძალიან. მაგრამ ბოლოს 27-საც აკეთებდნენ. 27? 27-30 წამში, მაგრამ რატომღაც რეკორდებზე გამოგვივიდა 23, ერთი არ ჩაგვითვალეს და 22-ით გავიდნენ. აი, რაღაცაშია საქმე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ ხო ვიცით რომ 27-იც კი შეუძლიათ. ბრავო, აპლოდისმენტები თქვენ ამისთვის. ბავშვები არიან ძალიან მაგრები, ხელმძღვანელზე რომ არაფერი ვთქვა თავისთავად ცხადია. მე ვიცი რომ რეკორდების გამეორება ჯერ არ შეგვიძლია, არ შეიძლება. მაგრამ ერთი რაღაცა მინდა გქო, შეიძლება რომ მანახო აი რა არის, ერთხელ მაინც რო დატრიალდე, რას აკეთებთ, ისეც რომ რეკორდების წიგნში ხართ შეტანილი. დავტრიალდე. შეიძლება? კი. აბა როგორ არის ეგა? ესე გავაკეთეთ 27. ეს თქვენთვის ეხლა არაფერი არ არის, ხო ეს რო ერთხელაც ვერ გავაკეთებ ამას, ძალიან ყოჩაღები ხართ. ძალიან მაგრები ხართ. მარტო საქართველოში რო არა ხართ ეხლა თქვენ ცეკვით დაკავებული ვიცი და გასტროლებიც გაქვთ ხოლმე და სადღაც მიდიხართ, მოდიხართ და სად ხდება, სად დადიხართ, აბა მეთქა. ეს გინესის ამბავი სად ჩატარდა საერთოდ? ეგ მილანში ჩატარდა. იტალიაში ბრძანდებოდი? ამერიკაშიც ვიყავით. ამერიკაშიც იყავით? რასაც მომიყევით? როდესაც მივდიოდით, თვითმფრინავმა გაგვისწრო და შეშინებულები ვიყავით, მაგრამ ანუ ფიქრობთ რომ გინესებზე ვერ დავესწრებოდით, დაგვაგვიანდებოდა, მაგრამ ისე ვაგვიღეს ბილეთები. ანუ მოიცა ვინმეს დაეძინა და იმიტომ დააგვიანეთ, რას ვქეთ, გაგასწროთ რას ვქეთ, მატარებელი ხო? ადრე წავიდნენ. ადრე წავიდნენ. თბილისიდან მიმავალი თვითმფრინავი უფრო ადრე გაფრინდა? არა. აბა? გერმანიიდან მილანში. უზნეოები ეგენი, მაგათმა არ იცოდნენ ხო რომ თქვენ რეკორდების ამბავზე მიდიოდით თქვენ და თქვენ თვითონ რომ დაეცა და არ იცოდნენ? დროულად იფრინეთ ყველამ, ხო ესეა. მიხვედით გამარჯობათო დაგხვდნენ და წაგიყვანეს ტელევიზიაში და იქ იყო დარბაზი? სხვებმაც დაამყარეს რეკორდი, ჩვენ პირველ წრეზე დავამყარე და იმათ ბევრი წრე ქონდა ძალიან. მოიცა, კიდე ვინ იყო იქ, ხო არ გახსოვს? რაღაც ინდოელებს პირში შეედოთ და ესე ჭრიდნენ თვალდახუჭული. რა ქონდათ? ვაშლიედოთ პირში და თვალდამარილი ეყარა და ეს შეკრული ქონდა და ჭრიდა რაღაც იმით, ხერხით. აჰა, ესე იგი მარტო მოცეკვავები არ ყოფილან. კიდე სხვა ვიღაცეებიც იყვნენ, რომლებიც სხვა რაღაცებსაც აკეთებდნენ, როგორც
კიდე რა ხდებოდა? მომიყევი რა. კიდე სალტოებს აკეთებდნენ მან ვიღაცები. კიდე სათხართ ნამყოფიო? ამერიკაში კონცერტი მქონდა და ჩვენ კონცერტს ესწრებოდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, ასევე მაიკლ ჯექსონის და მადონას ქორეოგრაფი და ვისი ქორეოგრაფიო? მაიკლ ჯექსონის და მადონა. ასევე ჯიმ კერის ცოლიც იყო. ჯიმ კერის ცოლი იქით იყოს და ის მითხარი შენ ეს ქორეოგრაფები ჯექსონის ქორეოგრაფი იყო თქვენ? ანუ და გაიცანით ეს ადამიანი? რაო რა გითხრათ? ახტოვანებული იყო, ძალიან მოეწონა ჩვენი ცეკვა. გააკეთებს ეხლა რამე რო იყოს ეს ხო არის ქორეოგრაფი და გააკეთებს ამ ტრიალ დაცემას, ჰა? ტრიალ დაცემა. დათო ხო ვერ იზავს ტრიალ დაცემას? მიუხედავად იმისა, რომ მაიკლ ჯექსონის ქორეოგრაფია. რამე იმათ ხო არ გასწავლათ რაღაც, აი ეს ჯექსონის უკან ესე გაცურება ხო, რაღაც ესე. ხო. ეგ მე ვიცი. აკეთებ? კი. მამანახე. აჰა. მე რეიტყვიან რომ ყველაფერიც გამოგვდის. არ ჩაუტარე ეგა, ეგ გაუკეთე? არა. რატო არ გაუკეთე რა მაგარი იქნებოდა? რაღაც გონია რომ ჩვენ მარტო ეს ყველაფერი გამოგვდის, ყველაზე მაგრები ვარ ჩაარტყე. აი ეს. მე მაინტერესებს პირადად, აი ცეკვის დროს როცა კვეთქომენ, ნამდვილი ხმლებით ხმალაობთ თუ ხის გაქვთ ან? ნამდვილი. სათამაშო არ არის ისა? უშ ეს ნაპერწკლებს რო ყრის რაღაცა იმაზე არ არის ღილაკზე რო დააწევინა. ნამდვილია კაცო? არ ვიცოდი. ახლა მითხარი ვინ გინდა რომ გამოხვიდეთ? მსახიობი. შენ? მე ჯერ არ მოგადაწყვეტე. შენ მსახიობობა რატო გადაწყვიტა მსახიობობა? მაინც შენ საყვარელი მსახიობი ვინ არის? ჩემი და. ვინა? ჩემი და. შენი და მსახიობია შენი და? არა, ის ტირილი შეუულია უმიზეზოთ და სახიობა თუ. აქ არის შენი და? აბა მანახე რომელია? აი ეს ლუჯი. გამარჯობა. მართალია ესე? და რატო ტირი ხოლმე? როცა მაბრაზებს ხოლმე, მინდა რომ აღარ გამაბრაზოს და ძალით ვიტირებ ხოლმე, რომ დამანებოს თავი. იქნება მართლა ტირის და არ არის მსახიობი. არა, კი შეუულია ეს იტირებს ხოლმე და მე გაჩერდება ის. აი მე როცა მინდა გავბრაზდები კილესთან, რომც არაფერი არ მიქნას. და რაღაცა მეთამაშოს, რაღაცა მაშინ უბრაზდები. შენ მართლა მსახიობი ყოფილხარ. გვერდით რომ ზის ის ლამაზი გოგონა ვინ არის, რომელიც ჯერ არ გაგვსაუბრებია, გამარჯობათ, მოგესალმებით. ჩემი და. შენი და არის? რა ქვია შენს დას? ბარბარე. როგორ ბრძანდებით ბარბარე? კარგად. შენ ხო არ გაბრაზებს ლუკა? არა. მე მგონი შენ აბრაზებ ლუკას, ხო? როგორ შეიძლება ესეთი ლამაზი ბავშვი გაბრაზებდეს შენ? გაბრაზებს? კი. რა შვება ხოლმე? რა ნერვებს არ მიჯერებს ხოლმე. ეს არ გაბრაზებს შენ? მე მგონი კი, ხო? არა. არა. აი, ხედავ? აი, ბარბარეს აპლოდისმენტები ეხლა. მოკლედ, მე, კირილე და ლუკა თქვენთვის მაქვს აბსოლუტურად დამსახურებულად საჩუქრები, რომლებსაც ახლა გადმოგცემთ, მანამდე, ვიდრე თქვენს ცეკვას ვნახავთ. ხომ შეიძლება? დიახ. ხო და მაშინ შევხვდეთ ფაგიო! კირილე და ლუკა ეს თქვენ ფაგიოსგან აქ არის შესანიშნავი ნაკრები ფაგების, რომელიც დაგიცავთ გაციებისგან და ინფექციებისგან. დედამ იცის ფაგიო. და რა თქმა უნდა, ვინ უნდა მოვიდეს? ლოკომოკოს ლომი. დიდი მადლობა ფაგიოს და დიდი მადლობა ლოკომოკოს. ახლა კი ვნახოთ შესანიშნავი დაუვიწყარი ფოცხისშვილების ნაციონალური ბალეტის ცეცხლოვანი ცეკვა. მზად ხართ? დიახ. დავიწყოთ.
ბრავო! აი როგორი ცეცხლი დაანთეს კიდევ მეტი აპლოდისმენტები, ოქროები ხარ. ოცხიშვილების ნაციონალური ბალეტი, მეტეხი აპლოდისმენტები. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან იყავით. მადლობა.